ირაკლი კობახიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მსჯელობს იმაზე, რატომ არის რუსოფობიური განწყობები 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენი საზოგადოების ნაწილში, რომელსაც თავის წერილში ოპოზიციურ ფსევდოლიბერალურ უმცირესობას უწოდებს. კობახიძე იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, დაღუპულ, დაჭრილ და იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს. კობახიძეს უკვირს ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე 2008-2012 წლებში რატომ არ გაატარა ნაციონალურმა მოძრაობამ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ. ის თვლის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ამ პერიოდში რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებას ცდილობდა და საქართველოს სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვას ახალისებდა. ასევე რუსი ტურისტების საქართველოში მოზიდვას ცდილობდა. კობახიძე ამტკიცებს, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენელთაგან და მათი მიმდევრების მხრიდან ამ პოლიტიკის მიმართ პროტესტი არავის გამოუხატავს. მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც კობახიძე დღევანდელ რუსოფობებს უწოდებს. კობახიძე ასკვნის, რომ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების რუსოფობიური ნაწილი რუსოფობი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ეს გლობალური ომის პარტიამ და დიპ სტეითმა დაავალა. ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად, ერთიან რადიკალურ ზალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტია სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მკრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ საუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულად გასაგები იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტყივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. კობახიძე ამტკიცებს, რომ დღევანდელი რუსოფობია ყალბია. ოპოზიციის, NGO-შნიკების, ჟურნალისტების და აქტივისტების სამშობლო კი არა საქართველო, არამედ დიპ სტეითია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც პატრიოტია, ხელისუფლებისგან მშვიდობის, სუვერენიტეტის და ეროვნული ღირებულებების დაცვას მოითხოვს. კობახიძის კვალდაკვალ დღეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში რუსოფობია მხოლოდ მას შემდეგ გამწვავდა, რაც მდიდარმა NGO-ებმა და აგენტურულმა ოპოზიციამ დიპ სტეითისგან დავალება მიიღეს. მათ შორის იყო თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც თვლის, რომ კობახიძის წერილში ყველაფერი მშვენივრად ჩანს. რომ ჩვენ ქვეყნში გვყავს უსამშობლო ადამიანები, მათი სამშობლო გახლავს დიპ სტეითი. 2008 წელს, როდესაც ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, როდესაც ჩვენ დაგვინადგურეს ინფრასტრუქტურა, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახსოვს ამ ყველაფრის მერე რა პოლიტიკას ახორციელებდა მაშინდელი ხელისუფლება, ამ ადამიანებს არ აქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან, კითხვის დასმის უფლებაც კი არ აქვს. როგორც ჯარში ჯარისკაცები მსახურობენ, ისე მსახურებიან დიპ სტეითს. კობახიძის წერილს პასუხობს ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ კობახიძე რუსეთის დავალებით ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსია. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი, შემიძლია თქვა, რომ ლელო ძლიერი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს და ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა ძალიან თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის ფაშისტურ ფედერაციასთან დაკავშირებით, თუმცა შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინაც და ახლაც იყო და არის რუსოფილი და ის არის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი ქართველების წინააღმდეგ. ირაკლი კობახიძის წერილს ერთდროულად სისულელეს ქვეყნის ინტერესების ღალატს და უადგილოს უწოდებს ნიკა გვარამია. კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში დაწერა. ირაკლი კობახიძის წერილი ერთდროულად სისულელის და ქვეყნის ინტერესების ღალატის მანიფესტია. ცხადი არა პირველი, მაგრამ გამორჩეულად ცუდი და უცნაურად უადგილო. ასეთი აბდაუბდა ამდენი წილის წამება და ტყუილი, ცნებების და თარიღების ასეთი აღრევა და რაც მთავარია ამ ხარისხის და მასშტაბის რუსოფობია, ბიძინა ივანიშვილის ტექსტებშიც კი არ მახსენდება. ყველა ზემოთ მოყვანილი სიუხვიძვამ გამოირჩევა მუდამ.
არ დავიწყებ მკითხაობას, რატომ მაინც და მაინც ამ დროს და რატომ ამდენჯერ ნახმარი სიტყვა რუსოფობია. ეს მალე გამოჩნდება. ერთ ვიტყვი მხოლოდ, ეს კაცი ფარჩაკია და მისი ტექსტებიც ფარჩაკობაა. ამათ ხელში რომ ჩვენი ქვეყანაა, ეს უკვე მაგათი ფარჩაკობა არაა, სამწუხაროდ ჩვენია. რას ემსახურება ირაკლი კობახიძის დღევანდელი წერილი და რატომ დასჭირდა ქართულ ოცნებას რუსოფობიის თემის წამოწევა ახლა? ოცნების ოპონენტების ნაწილი თვლის, რომ რუსეთზე მთლიანად დამოკიდებული ივანიშვილი ახლა ჩიხშია და მანევრირებას ცდილობს.